რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ეს სათაური მარტო უნდა ყოფილიყო საკმარისი, რომ საფონდო ბირჟა ჩამოშლილიყო, თუმცა მოხდა რაღაც მოულოდნელი. როდესაც კიევზე რაკეტები ცვიოდა, S&P 500 ღრმა მინუსში გაიხსნა, მაგრამ შემდეგ მთლიანად აღადგინა დანაკარგი და დღის ბოლოს უფრო მაღალ ნიშნულზე დაიხურა. ომის შუაგულში ინვესტორებმა ყიდვა დაიწყეს. ბაზარმა კონფლიქტიდან სარგებელი ნახა და ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ალბათ გახსოვთ, სად იყავით, როცა ეს გაიგეთ. იმ სურათებისგან თვალის მოცილება რთული იყო. ჯავშან ტექნიკის კოლონები ბრტყელ უკრაინულ მინდვრებზე მიიწევდნენ. ვერტმფრენებით გადმოსხმული ჯარები ჰოსტომელის აეროპორტს ესხმოდნენ თავს. მშვიდობიანი მოსახლეობა მეტროს გვირაბებში იმალებოდა. კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. ყველა არხი პირდაპირ ეთერში გარასცემდა მოვლენებს და ყველა ანალიტიკოსს თავისი აზრი ჰქონდა. Consensus, რომელიც უჩვეულო ერთსულოვნებით გამოითქვა. ყველა სავაჭრო მაგიდასა და ტელეეკრანზე ერთი და იმავე აზრის სხვადასხვა ვერსიას წარმოადგენდა. ევროპასა და მსოფლიოს ძლიერი შოკისთვის მზადება სჭირდებოდა და პირველ რამდენიმე საათში ბაზარიც დაეთანხმა ამ აზრს. S&P ინდექსი 2.6%-ით დაეცა გახსნისას, რაც ლოგიკური იყო. ეს იყო ერთადერთი რაციონალური პასუხი იმ ქაოსზე, რომელსაც მსოფლიო თვალს ადევნებდა. და შემდეგ რაღაც ნაკლებად პროგნოზირებადი მოხდა. შემდეგი 6 საათის განმავლობაში, როცა შეთრა გრძელდებოდა და მსხვერპლის რაოდენობა იზრდებოდა, ინდექსი ნელ-ნელა მაღლა წავიდა და მექანიკურად განაგრძობდა ზრდას. შეჩერების ან მსოფლიოს მეორე მხარეს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინების გარეშე. საღამოს 4 საათისთვის ის 1.5%-ით გაიზარდა, რაც დღის განმავლობაში 4.1%-იანი შემოbrunება იყო. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმ დროს S&P 500-ის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 38 ტრილიონი დოლარი იყო. ეს 4.1%-იანი მერყეობა დაახლოებით 1.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს იგივეა, როგორც Samsung-ის, Tesla-s ან Walmart-ის სრული საბაზრო კაპიტალიზაცია გაქრეს და შემდეგ 6 საათში მთლიანად აღდგეს. ხალხს გონია, რომ საფონდო ბაზარი ბარომეტრია, რეალობასთან დაკავშირებული საზომი. როცა რაღაცები უარესდება, ეს საზომი ქვევით მიდის. როცა ვითარება უმჯობესდება, ზევით ადის. ეს საკმაოდ ინტუიციურია და მარტივი, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. გარდა იმ დღისას, როცა ევროპა თაობების განმავლობაში ყველაზე დიდ კონვენციურ ომში ჩაითრია, საზომმა ფაქტობრივად იკვირა, რომ ბაზარი აღმავლობისკენ იყო და მარტო ეს არ ყოფილა. 2026 წლის აპრილში ირანის, ისრაელისა და ამერიკის პირდაპირი სამხედრო მომოქმედებების რამდენიმე კვირიანი სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბაზრებმა ისევ იმოქმედეს, თითქოს ვიღაცას ელექტროგაყვანილობა შეეცვალა. როცა ვაშინგტონმა ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, სათაურები ერთბაშად დაჭრელდა. CNBC-ის სამყაროებმა ამას გლობალური შვების რალი უწოდეს, რადგან ნავთობის ფასები დაეცა და ბაზრები მყისიერად მაღლა აიწია, რამაც გლობალური აქტივები გაამყარა. დაამამ მკვეთრად მოიმატა, S&P კი 2.1%-ით გაიზარდა. Bitcoin-მა 71,000 გადააჩარბა. გლობალური ბაზრები ფრანკფურტიდან ტოკიომდე შვიდობას უკვე ფასებში ასახავდნენ, თუმცა სრუტეში ხომალდები არ დაძრულან. საზღვაო მოძრაობის მონაცემები აჩვენებდა, რომ ჰორმუზის 24 მილიონი სრუტე, რომელიც დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობის გადაზიდვის ვიწრო გასასვლელია, კვლავ პრაქტიკულად გაყინული იყო. ომამდე ყოველ თვეში დაახლოებით 3000 ხომალდი გადიოდა სრუტეს, დღეში 17-დან 21 მილიონ ბარელ ნავთობთან ერთად. აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სრუტეში მხოლოდ 45 ხომალდი შევიდა ან გამოვიდა. მოძრაობა ომამდელი საშუალოს მხოლოდ 5%-ამდე დაეცა. მსოფლიოს უმსხვილესი საზღვაო გადამზიდავი კომპანიების უმეტესობამ თავიანთი ხომალდები რეგიონულ პორტებში დატოვა და მათი გადაადგილება არ ისურვა. 2026 წლის აპრილის ბოლოსთვის მთელი თვის განმავლობაში სრუტე მხოლოდ 191 ხომალდმა გადაკვეთა, რაც ძალიან შორსაა ომამდელი საშუალო დღიური 138 ხომალდისგან. ირანის ომი 2026 წლის დასაწყისში იმდენად მძიმე ჩანდა, რომ გამოცდილ ტრეიდერებსაც კი ნერვიულობა მოკვარა. ძალიან არასტაბილურ ქვეყნებს შორის რაკეტების გაცვლა მოხდა, რამაც ნავთობის მიწოდების შეფერხებები და ესკალაციის რისკები გამოიწვია, რაც რეგიონში ამერიკულ სამხედრო ძალებსაც შეეხო. ადამიანი ტრეიდერები მოსალოდნელ ეკონომიკურ ხევაზე ისე რეაგირებდნენ, როგორც ყოველთვის, როცა ცა ბნელდება. ისინი ყველაფერზე კლების პოზიციები გახსნეს. Goldman Sachs-ის Prime Brokerage-ის მონაცემები, რომელიც მსოფლიოს უდიდესი hedge ფონდების რეალურ პოზიციებს აკვირდება, აჩვენებდა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები 2026 წლის მარტში გლობალურ აქციებს ყიდნენ. ეს იყო ყველაზე სწრაფი ტემპით ბოლო 13 წლის განმავლობაში. ეს Goldman Sachs-ის ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი გატიდობის შემთხვევა იყო. Short გაკიდვები, long შესკიდვებს 7.6-თან თანაფარდობით აღემატებოდა, ხოლო მთლიანი leverage 312.9%-ს შეადგენდა. ეს ძირითადად ნიშნავს, რომ ინსტიტუციური პოზიციონირება მკვეთრად დაღმალული გახდა. უბრალოენით რო ვთქვათ, Wall Street-ის ყველაზე ძვირადღირებული ტვინები ერთად შევიდნენ თეატრში, შენიშნეს კვამლი და შემდეგ სრული სისწრაფით გაიქცნენ გასასვლელისკენ, მაგრამ მანამდე, სანამ კარს მიაღწევდნენ, გზად დამატებითი ბენზინი ისესხეს მარჟაზე. და ამით მათ შემთხვევით ეკონომიკური ბომბი ააგეს, რადგან ყოველი short პოზიცია მომავალში მყიდველს შეიცავს, რომელიც შიგნითაა გაჭედილი. როცა აქცია short-ავ, სხვისგან აქციებს ისესხებდა მაშინვე ყიდი.
იმედი გაქვს, რომ ფასი დაეცემა, რათა მოგვიანებით იაფად შეიძინო ისინი და სხვაობა შენს ჯიბეში ჩაიდო. გახსოვს GameStop-ის To the Moon ფენომენი COVID-ის პანდემიის დროს. აი ეგეთი რამ, მაგრამ თუ აქციების ფასი გაიზრდება, შენი ზარალი თეორიულად შეუზღუდავია. შენ მაინც ვალდებული ხარ დააბრუნო ის ნასესხები აქციები და ყოველი ფასის ზრდა კიდევ უფრო გიჭერს მარწუხებს. ბოლოს, შენი ბროკერი თავაზიანად თხოვნას თვეთს და გაძალებს პოზიციის დახურვას, სანამ ზარალი კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ ახლა იძულებული ხარ იყიდო, რადგან რისკების მართვიდან კაცი ასე გეუბნება და ის ხუმრობას არ აპირებს. ეხლა წარმოიდგინე ეს ყველაფერი 100 მილიარდ დოლარად გაზრდილი, ლევერიჯული დაღმავალი პოზიციებით, რომლებიც უკვე ჰიპერელასტიკურ ბაზარშია განთავსებული. ისეთი ბაზარი, სადაც ყოველი დოლარის შესყიდვა ფასებს ჯამში 5 დოლარით ამოძრავებს. ამას უკვე საღაზრზე დაფუძნებულ ინვესტირებას ვეღარ უწოდებ. ეს უფრო გავს იმას, თითქოს ვიღაცა ინდუსტრიულ ზამბარას ჰიდრავლიკური პრესის ქვეშ აჭერს და იმედოვნებს, რომ არავინ იქნება იმდენად სულელი, რომ გათავისუფლების ბერკეტთან ახლოსაც კი ისუნთქოს. 2026 წლის აპრილში ეს ზამბარა სრულად იყო შეკუმშული. შემდეგ 8 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გავრცელდა. ფასებმა ოდნავ მაღლა აიწია. საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ტანკერები ჰორმუზის სრუტეში დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ საკმარისი იყო, რომ ეკრანზე რიცხვი ოდნავ მაღლა ასულიყო. სწორედ მაშინ დაიხურა მახე. Short squeeze-ებ ფინანსური ფენომენების ერთ-ერთია, სადაც ჯერ კიდევ რჩება ადამიანის პიროყოფილი პანიკის კვალი. უმეტესობა თანამედროვე ბაზრებისა სტერილური და ალგორითმულია, მაგრამ ნამდვილი სკვიზი მაინც ინარჩუნებს უძველეს და დროის მიღმა არსებულ თვისებებს. ეს მტაცებლურად გამოიყურება. თითქოს ნაღირის ყურებაა, რომელიც გვიან ხვდება, რომ ხეობის იატაკი მათ ქვემოთ მოძრაობს. პირველი დათვები, რომლებიც 2026 წლის აპრილში მოხდნენ, ალბათ ფიქრობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რალი რამდენიმე საათში ჩაცხრებოდა. გადაზიდვების მონაცემები კატასტროფული იყო. ყველა პრაქტიკული თვალსაზრისით, ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად დახურული იყო. ირანი და ირანის რევოლუციური გვარდია ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან მეორე დილასაც კი კვლავაც დაობდნენ მის პირობებზე და არსებითად არაფერი გაუმჯობესებულა. ვერავის დაადანაშაულებდი იმაში, რომ ამ მტკიცებულებებს კითხულობდა და ფიქრობდა, ბაზარი ვარდნას გააგრძელებდა. უბრალოდ ეს ბაზარს არ უთხრა. როგორც კი ბაზარის ზრდას იწყებდა, მარჟის მოთხოვნები შემოვიდა და ფონდებს, რომლებმაც აგრესიულად ისესხეს ფული მოკლე პოზიციების ასაშენებლად, მოულოდნელად დამატებითი უზრუნველყოფა დასჭირდათ. ზარალები უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე მოდელები პროგნოზირებდნენ. ბროკერებმა დაიწყეს მოთხოვნა, რომ პოზიციები დაუყოვნებლივ დაეხურათ, რაც ნიშნავდა იმ ნასესხები აქციების გამოსყიდვას, ეს კი კიდევ უფრო მეტ ყიდვას იწვევდა და ფასებს კიდევ უფრო მაღლა სწევდა. ამან სხვა ფონდებში მარჟის მოთხოვნები გამოიწვია, რამაც კიდევ უფრო მეტი იძულებითი ყიდვა გამოიწვია, რაც ფასებს კიდევ უფრო მაღლა აწევდა და საბოლოოდ თვითგამაძლიერებელი მარყული მარყუჟი შეიქმნა. დათვები ფრთხილად არ გადიოდნენ ბაზრიდან. მათ ლიკვიდაციას ახდენენ და ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი პოზიციები ერთდროულად იხსნებოდა. რადგან ამ პოზიციების დიდი ნაწილი ფართო ინდექსურ პროდუქტებში და ბირჟაზე ვაჭრებად ფონდებში, ანუ ETF-ებში იყო განთავსებული და არა ცალკეულ აქციებში, სკვიზმა მთელი ბაზარი ერთდროულად მოიცვა. სკვიზის საშიში და ელეგანტური ნაწილი ის არის, რომ მონაწილეებიდან არავის სჭირდება ოპტიმისტი იყოს. ყიდვა მაინც ხდება. არავინ გაღვიძებულა 9 აპრილს იმაზრით, რომ სპარსეთის ხურე უცებ გეოპოლიტიკური სტაბილურობის ნიმუშად იქცა. ისინი ხიდლობდნენ, რადგან მათ ბროკერს სხვა არჩევანი არ დაუტოვებია და მოლაპარაკების განწყობაზე არ ეხუნენ. ერთი წამით ეს სრულყოფილ ახსნად ჩანდა. ომი შიშს ქმნის. შიში ზედმეტად პესიმისტურ პოზიციებს ქმნის. ნებისმიერი ზრდა იწვევს იძულებით ყიდვას, მაგრამ ეს მთლიანი სურათი არ არის. მოკლე პოზიციების შეკუმშვა სწრაფად და მძაფრად მიმდინარეობს. ისინი ხსნიან დღის განმავლობაში მკვეთრ შებრუნებებს, იმ 4%-იან მკვეთრ ცვლილებებს, როგორიც S&P-მ განახორციელა მაშინ, როცა ტანკები უკრაინაში შევიდნენ. მაგრამ ისინი თვითონ ვერ ხსნიან. მრავალ მერკევ კვირაში ტრილიონობით დოლარის ღირებულების მდგრად ზრდას. საქონლით ვაჭრობის მრჩეველები, ანუ CTA-ები, უზარმაზარი სისტემური სავაჭრო ოპერაციებია, რომლებიც თითქმის მთლიანად ალგორითმებით იმართება. ეს უზარმაზარი კაპიტალის აუზები, რომლებიც კოლექტიურად 100 მილიარდ დოლარს მართავენ, ყველა ერთ რამეზეა დაპროგრამებული. ტენდენციების მიმდევარი მოდელები. ისინი მუდმივად აკვირდებიან ფასის მოძრაობას და რეაგირებენ სისტემაში წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით. ძირითადად, თუ ფასი გადაცდება X ზღვარს, ყიდულობენ. თუ ფასი Y ზღვარზე ქვემოთ დაეცემა, ყიდიან. ეს არის მთელი გადაწყვეტილების მიღების პროცესი მოკლედ. ეს მონაცემებზე დაფუძნებული და სტერილურია. მოდელი ამოწმებს რიცხვს, რიცხვი გადაკვეთს ხაზს, მოდელი ყიდულობს. ყველაფერი მილიწამებში ხდება ინსტიტუციურ მასშტაბზე. როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შორტების იძულებით დაფარვამ, S&P რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციურ ზღვარზე მაღლა აიყვანა. კონკრეტული გეოპოლიტიკური რეალობა სრულიად უმნიშვნელო გახდა. კოდმა აღმავალი იმპულსი დააფიქსირა. ამიტომ კოდმა იყიდა. Goldman Sachs-ის Prime Broker-ობის მონაცემებმა დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ერთ კვირაში CTA-ების მხრიდან გლობალურ აქციებში დაახლოებით 86 მილიარდი დოლარის შესყიდვა განხორციელდა. ეს შემთხვევა კომპანიაში ოდესმე დაფიქსირებულ 5 ყველაზე ძლიერ შესყიდვებს შორის მოხდა. 86 მილიარდი დოლარი ჩაიდო ბაზარში მაშინ, როცა ანალიტიკოსები ჯერ კიდევ მსჯელობდნენ ირანის საზღვაო ძალაზე.
ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების შესაძლებლობაზე და იმაზე, რას მიუთითებდა გლობალური გადაზიდვების მონაცემები. არც ერთი ეს ფაქტორი არ შეცვალა შედეგი. ფული მაინც მიედინებოდა. კიდევ ერთხელ, სისტემამ დაინახა, რომ ციფრები გარკვეულ ზვარს გადააცილეს და ეს საკმარისი აღმოჩნდა. ამ ყველაფრის ფსიქოლოგიური შედეგების გადაჭარბება რთულია. თაობების განმავლობაში ხალხი Wall Street-ს წარმოიდგენდა როგორც კონკურენტულ ეკოსისტემას, სადაც ბრწყინვალე ანალიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რეალობის ყველაზე სწრაფად გაანალიზებაში. ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად მოემზადებოდა, როგორც წესი, იმარჯვებდა. რეალურად 2026 წლის აპრილი გავდა გიგანტურ ავტომატურ გადაცემათა კოლოფს, რომელიც იღებდა იმპულსს და პასუხობდა ძალის გაძლიერებით. ძალას, რომელსაც სრულიად არ აინტერესებდა სიგნალის ხარისხი ან სიზუსტე, რომელმაც ის გამოიწვია. ეს კიდევ უფრო არასასიამოვნო ხდება, როცა ეთიკურ შედეგებზე დაფიქრდები. ალგორითმული სავაჭრო სისტემები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის. ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ გასაშობად არის საჭირო, ხელმისაწვდომია მხოლოდ ყველაზე დიდ ინსტიტუციურ მოთამაშეებისთვის, hedge ფონდებისთვის, საინვესტიციო ბანკებისთვის. არავის დაუგეგმავს ეს სისტემა მტაცებლად. ურად ის უბრალოდ ასე განვითარდა, რაც აქ მთავარი პრობლემაა და შედეგები გაზომვადია. 2010 წლის მაისში ალგორითმული აქტივობამ ხელი შეუწყო იმას, რასაც დღეს flash crash-ს უწოდებენ. Dow Jones-ის ინდექსი რამდენიმე წუთში თითქმის 1000 პუნქტით დაეცა, სანამ ძირითადად არ აღდგებოდა. მოვლენა იმდენად სწრაფი იყო, რომ ფაქტობრივად დასრულდა მანამდე, სანამ ადამიანები რეაგირებას მოასწრებდნენ. როდესაც შემდეგ გამოიძიეს კითხვა, ვინ იყო პასუხისმგებელი, პასუხს ითხოვდა. ეს იყვნენ პროგრამისტები, რომლებმაც კოდი დაწერეს, ინსტიტუტები, რომლებმაც ის დანერგეს, თუ რეგულატორები, რომლებმაც ამის ნება დართეს. მიუხედავად იმისა, რომ გამონძიებლებმა საბოლოოდ დაადგინეს ავტომატიზებული სპუფინგისა და მასიური ინსტიტუციური ალგორითმების ნაზავი, საბოლოო პასუხისმგებლობის უფრო ფართო კითხვა კვლავაც უზარმაზარ ნაცრისფერ ზონად რჩება. ევროკავშირმა მას შემდეგ ალგორითმული ვაჭრობის სისტემებისთვის მკაცრი ტესტირების მოთხოვნები დააწესა და კომპანიებს მნიშვნელოვანი შეფერხებების შესახებ ანგარიშგება დაავალა. კანონის აღსრულება რეალურად ეწევა თავად ტექნოლოგიის სისწრაფეს. რეგულატორები ამ საკითხზე ჯერ კიდევ მუშაობენ. ალგორითმული ვაჭრობის დამცველები და ასეთი ბევრი არის. ამტკიცებენ, რომ ისინი რეალურ სარგებელს იძლევიან. კითხეთ მათ და შეიძლება მოგიქმნენ ისტორიებს უფრო ღრმა ლიკვიდურობაზე, ყიდვისა და გაკიდვის ფასებს შორის უფრო მცირე სხვაობაზე და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის შემცირებულ ტრანზაქციის ხარჯებზე. ეს ყველაფერი მართალია. თუნდაც ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდეთ, რაზე საუბრობდნენ ისინი. ასევე მართალია ისიც, რომ ამ სისტემებიდან მიღებული მოგება ძირითადად მიედინება იმ რამდენიმე კომპანიაში, რომლებსაც უკვე ჰქონდათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. და ამ მთელი სისტემის ყველაზე ღრმა ფენა ჯერ კიდევ არ გააქტიურებულა. გსმენიათ ოპციონების ბაზრის შესახებ? სწორედ იქ ხდება ისე, რომ ვოლატურობა თავად ხდება ზრდის წყარო. უმეტესობა ჩვეულებრივი ინვესტორებისა ფიქრობს, რომ ოპციონები არის ნიშური ინსტრუმენტები, რომელსაც იყენებენ აგრესიული ტრეიდერები უამრავი მონიტორით და ცუდი ძილის რეჟიმით. მაგრამ ასე აღარ არის. 2024 წლის ბოლოსთვის, ვადის ამოწურვამდე, 0-დღიანი ოპციონები, ანუ ეგრეთ წოდებულ 0 DTE-ები, შეადგენდა S&P 500-ის ყველა ოპციონის მოცულობის 51%-ს. მათ პირველად ისტორიაში გადააჭარბეს ყველა სხვა ვადის კატეგორიას ერთად აღებულს. შემდგომ თვეებში ეს მაჩვენებელი 60%-ს გადააჭარბა. მილიონობით კონტრაქტი ყოველდღიურად იცვლიდა მფლობელს, რაც საკმარისი მოცულობაა იმისთვის, რომ საშუალო სამშაბათს დაახლოებით 1,5 მილიონი ინდივიდუალური სავაჭრო ბილეთი შეივსოს. ეს არის ფსონები, რომლებიც იმავე დღეს იწურება, რა დრესაც გაკეთდა. Wall Street-მა ფაქტობრივად ხელახლა გამოიგონა ცხენების რბოლა ინსტიტუციური ფინანსებისთვის და შემდეგ პირდაპირ მიაერთა იგი გლობალური ეკონომიკის სისტემაში. როდესაც საკმარისი თანხა კონცენტრირდება ამ პროდუქტებში, კომპანიები, რომლებიც ამ ვაჭრობას უზრუნველყოფენ, იძულებულნი არიან განუწყვეტლივ აწარმოონ ჰეჯირების ოპერაციები, რომლებიც არასდროს წყდება. წარმოიდგინეთ სპორტული ბუკმეიკერი, რომელიც ფსონებს ირებს ჩემპიონატის თამაშამდე. თუ ძალიან ბევრი მოთამაშე ერთ შედეგზე დებს ფსონს, ბუკმეიკერი კატასტროფული დანაკარგების წინაშე დგება. ამიტომ ბუკმეიკერი მუდმივად არეგულირებს თავის რისკებს და ცდილობს ნეიტრალური დარჩეს, მიუხედავად იმისა, რა მოხდება სინამდვილეში. ოპციონების დილერებიც იგივეს აკეთებენ. როდესაც ტრეიდერები ომის დროს შეშინებულები ხდებიან, ისინი მასიურად ყიდულობენ პუტ ოპციონებს, რაც ფაქტობრივად იგივეა როგორც კატასტროფის დაზღვევა, რომელიც ანაზრაურებს თუ ბაზრები ჩამოიშლება. დილერები, რომლებიც ყიდიან ამ პუტ ოპციონებს, თავიანთ რისკს აზღვევენ აქციების ან ფიუჩერსების შორტინგით. მათ სხვა გზა არ აქვთ. მათემატიკა ამას მოითხოვს. შიში აიჯულებს დილერებს, რომ ბერულ პოზიციებზე გადავიდნენ, მაგრამ როდესაც აპოკალიფსი დაგეგმილ დროს არ მოდის და ცეცხლის შეთქვეტა დგება, ან შორტ სკვიზი იწყება და ფასები ზემოთ იწევს, ეს ჰეჯები მკვეთრად უკუღმა ბრუნდება. ფსინები მოულოდნელად ნულამდე იშლება და ვოლატურობა იკლებს. იგივე დილერებს, რომლებიც ჰეჯირების მიზნით შორტში იყვნენ, მოულოდნელად უწევთ უკან იყიდონ ყველაფერი, რაც ადრე გაკიდეს. ეს ცნობილია როგორც გამას მახე, სადაც თავად შიში ქმნის მოგვიანებით სავალდებულო ყიდვის პირობებს. და რადგან 0-დღიანი ვადიანობის კონტრაქტები ასე სწრაფად იწურება, ეს უკავშირის მაროჟები ახლა თითქმის რეალურ დროში მოქმედებს. და სწორედ ასე შეიძლება ომის შიშებმა შექმნას ვოლატურობა, რაც იწვევს პუტ ოპციონების ყიდვას, რაც აიძულებს დილერებს ჰეჯირებას, რაც საბოლოოდ პანიკის სტაბილიზაციას იწვევს და შედეგად ბაზარი იწყებს ზრდას.
ბაზარი იკვებებოდა იმ შიშით, რაც თავად მოვლენამ გამოიწვია. ომი თუ მშვიდობა, პანიკა თუ შვება. მანქანას არ სჭირდება იცოდეს, რომელი მხარე გაიმარჯვებს. მას სჭირდება შიში იმდენ ხანს გაგრძელდეს, რომ ჰეჯირების ნაკადები გააქტიურდეს. ამას ჩვენ მარყურს უწოდებთ. აქციების ბაზარი, რომელსაც უმეტესობა ბავშვობიდან იცნობდა, დღეს მხოლოდ ნოსტალგიური ბრენდინგია. ეს არის სასარგებლო ფიქცია, რომელსაც ძირითადად ფინანსური ტელევიზია და კვარტალური ანგარიშგებები ინარჩუნებს, რომლებიც საპენსიო ანგარიშებში ხდება და არავინ კითხულობს. რაც მას ჩაენაცვა, გაცილებით მეტად გავს ვოლატურობის გარდაქმნის დრავს, ვიდრე აქციების ბაზარს. შიში შიგნით შედის, ლიკვიდურობა გამოდის. ამ კონტექსტში ომი უცნაურად სასარგებლო ხდება. განადგურება ეკონომიკურად ბიზნესისთვის კარგი არ არის. ეს ყველასთვის ცნობილია. ნამდვილი ადამიანები მაინც იღუპებიან და გადაზიდვის მარშრუტები იკეტება. მაგრამ გეოპოლიტიკური შიშით გამოწვეული ვოლატურობა ზუსტად იმ პირობებს ქმნის, რაც თანამედროვე ბაზრის სტრუქტურას სჭირდება. ბაზარს დაშლა არ სჭირდება. მას უბრალოდ სჭირდება იმდენი შიში, რომ გამოიწვიოს თავდაცვითი პოზიციონირება, სწრაფი ჰეჯირება და ავტომატური გაფიდვები. და ეს ყველაფერი უკუღმა ბრუნდება, როცა ყველაზე ცუდი სცენარი ნაშუა დღევისთვის არ რეალიზდება. ბაზარი იზრდება არა შიშის მიუხედავად, არამედ სწორედ მისი გამო. დღეს ძველი მეტაფორა უბრალოდ აღარ მუშაობს. ბარომეტრი შეიძლება ასახავდეს ატმოსფერულ პირობებს, მაგრამ ის ქარიშხლებს ვერ ქმნის. ფონდური ბაზარი თავის ამჟამინდელ ფორმაში ვეღარ ასრულებს პირველს და ზოგჯერ სარგებელს იღებს მეორედან. როცა ამას ნათლად დაინახავ, უცნაური ომთან დაკავშირებული საბაზრო ზრდები ავარგეჩვენება არარაციონალურად. არც ერთი მათგანი არ არის ასეთი. სისტემა მუშაობს ისე, როგორც მისი სტრუქტურა აიძულებს. ეს მარკუჟი აღარ საჭიროებს ოპტიმიზმს, მხოლოდ მოძრაობას. რაც ყველაზე მეტად თვალს გვიხელს, ის არის, რამდენად ჩუმად მოხდა ეს გარდაქმნა. ჩვენ არასდროს მიგვიღია დრამატული განცხადება უოლ-სტრიტიდან ან შთამაგონებელი სიტყვა, ნუ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ტრიბუნიდან. სისტემა უბრალოდ ვიდარდებოდა ETF-ებში თითო შემოდინებით. ისე იქცეოდა, თითქოს თავად შიშის გადასამუშავებლად იყოს შექმნილი. საბოლოოდ, ცუდმა ამბებმა ბაზრის დამსხვრევა შეწყვიტა და მის კვებას შეუდგა. მაგრამ ამ ყველაფრის ქვეშ ერთი აშკარა კითხვა იმალება. რა მოხდება თუ შიში მართლაც იმდენად დიდი გახდება, რომ სისტემამ ვეღარ შეიწოვოს? თუ ამ სისტემამ თავი ისე გაწურთნა, რომ ყველა შოკიდან აღდგეს, რა მოხდება იმ დღეს, როცა ამას ვეღარ შეძლებს? გაიგეთ რა მოხდება თუ ASS-ის ეკონომიკა ჩამოიშლება, ან უყურეთ ამას მის ნაცვლად.